Betonika, მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ. ჩვენ ზუსტად ამბავია შევხვდით. კი, მეც მახსოვს ეს ამბავი და შეგვიძლია უკვე ვიცინოთ უკვე ამ ამბავზე. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას. თქვენ პირველად ესწრებით გრიგოლ ვაჩაძის გადადგომის შემდეგ ასეთ ტიპის, ვთქვათ, ერთობას ოპოზიციის შეხვედრას და როგორია თქვენი პოზიცია? გუშინდელი ირაკლი ყობახიძის ფაქტობრივად ეს ვთქვათ მუქარის შემდეგ. რა სტრატეგიას უპირისპირებს და რა უნდა დაუპირისპიროს ოპოზიციამ? რა შეიძლება ირაკლი ყობახიძე ხო საუკეთესოდ გამოხატავს ბიძინა ივანიშვილს და განასახიერებს მის ბოსს. ეხლა ქართულსებას არ ყავს ლიდერი, ქართულსებას ყავს ბოსი. ეს მე მგონი ყოველთვის ცნობილია. თავად ირაკლი ყობახიძე მე ვფიქრობ არის საუკეთესო ელექსირი სამოქალაქო პროტესტისთვის და უზრუნველყოფს უკტავებას ამ ჩვენი პროტესტის. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და თუ გინდათ სერიოზული პასუხი გაგცეთ სამწუხაროდ ძალიან არასერიოზული ფიგურა არის ბატონი აი ეს ყობახიძე რომელიც ახმოვანებს ივანიშვილის მისი ბოსის გზავნილებს. არაფერი ახალი ამაში არაფერი არ არის, ისინი ნერვიულობენ, ისინი შფოთავენ, მათ ხელში შერჩათ მოპარული არჩევნები, რომელიც ვერ დაიკანონეს, რომელიც ვერ გაიფორმეს, ეს მათ გეგმებში არ შედიოდა, ოპოზიცია დადგა მყარად, დადგა პრინციპულად, მიუხედავად ასთა სხვადასხვაობისა ბოლო ეტაპზე ურთიერთობისა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს შორის თავარი მაგისტრატული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. არავინ არ შევიდა ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში, ერთკაციან პარლამენტში და მასაზადამე არ დაუკანონა მოპარული არჩევნები და ბუნებრივია ახლა ღელავს ეს ადამიანი, ღელავს იმიტომ რომ ბევრი ფული აქვს, ძალაუფლება მისია, ბერკეტები თითქოს აქვს, მაგრამ კრიზისი გააღრმავა. პარლამენტში არ შესვლა კი არ არის კრიზისი. ეს შედეგი არის, ნამდვილად შედეგი არის ამ კრიზისის, რომელიც მოყვა არჩევნების გაყალბებას. ამიტომ არჩევნების გაყალბებას აი ამ ფაქტს უკვე ხოლმე მოაგვარებს ახალი არჩევნები. სხვა ყველაფერზე საუბარი არის უბრალოდ თვით დამშვიდება ქართული ოცნების წიაღში. ახალ არჩევნებზე მინდა კითხოთ, არის თუ არა თქვენთვის მისაღები რიგგარეშე არჩევნების ჩატარება 2022 წელს ეგრეთ წოდებული სერბული მოდელი? რას ფიქრობთ ამ ამბავზე? ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ არსებობს. ჩვენ არანაირი წინადადება ამასთან დაკავშირებით არ მივიღია. ჩვენი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები გაზაფხულზე, ხო? 2022 წელი არის ძალიან შორი პერიოდი, რასაც ჩემი აზრით სახელმწიფო უბრალოდ ვერ გაუძლებს. ესე იგი, პრაქტიკულად 2 წელიწადი კრიზისის პირობებში უნდა იფუნქციონიროს სახელმწიფო, ვერ იფუნქციონირებს უბრალოდ.